გამარჯობა, მოგესალმებით ყველას YouTube არხზე დვალიშვილთან, გესალმებით ისევ ვიტამინის ცენტრალური ოფისიდან და თქვენ ხედავთ, აი აქ ეს პროდუქცია, რატომ სურს მათთან თანამშრომლობა, ჯერ ერთი იმიტომ რომ ძალიან დიდ საქმეს წევს ვიტამინი ქართული სპორტისთვის, ქართველი სპორტსმენებისთვის და მეორე, მათ აქვთ ქართული წარმოება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ეს არის კომპანია, სადაც შეგიძლიათ მობრძანდეთ, შეარჩიოთ ნებისმიერი პროდუქცია სპორტული საკვებ დანამატებისა და ვიტამინების კუთხით და დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო სტუმართან, ადამიანთან, რომლისთვისაც 2025 წელი ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული იყო გამომდინარე იმ ისტორიული მოვლენიდან, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლა. მოკლედ საქართველოს შერეული ორთაბრძოლების ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი კაბულაშვილია დღეს ჩვენი ვიდეო სტუმარი და იმ ადამიანებს, რომლებსაც გიყვართ შერეული ორთაბრძოლები, აუცილებლად დაგაინტერესებთ ეს ინტერვიუ გამომდინარე იქიდან, რომ ბევრ საინტერესო საკითხზე ვისაუბრებთ, მით უმეტეს ამის საფუძველი არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენმა ქვეყანამ 2025-ში უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს. გიორგი, მადლობა რომ ხარ ჩემთან ერთად, ვიცი საქართველოს ჩემპიონატი გაქვს, ფინალები გაქვს და გამოგტაცეთ. მოკლედ იმ თავარ ამბავს, მაგრამ ღირს ვიტამინში ვიმყოფებით და კარგია და საინტერესოა, მაგრამ მინდა დავიწყო 2025 წლით როგორი იყო შენთვის და შენი ფედერაციისთვის 2025 წელი. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის, დაფასებისთვის. რა თქმა უნდა, 2025 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა, ქართველებმა MMA-ის მებრძოლებმა არაერთ შედეგს მიაღწიეს, არაერთ წარმატებას მიაღწიეს და მოხარული ვარ პირველ რიგში იქიდან, რომ მოვიპოვეთ მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარებული იყო საქართველოში და ჩავატარეთ იდეალურად, საიდანაც ძალიან დიდი მადლობები და ისეთი ემოციური მადლობა იყო იქიდან თვითონ მსოფლიო ეროვნული ფედერაციიდან, ფედერაციის პრეზიდენტისგან, რომ ძალიან მაგრად ჩატარდა ეს მსოფლიო ჩემპიონატი, ყოფილები იყვნენ ყველანაირად, თვითონ გუნდიც. მნიშვნელოვანი იყო ყველა ის იმას აღნიშნავ კიდევ, რომ მეორე დღეს ეგრევე იყო უბრალოდ GFC და ბრიევის ერთობლივი შეჯიბი, სადაც თუთარაული ჩემპიონი გახდა. ძალიან კარგი წელი იყო და საქართველოს ჩემპიონატი მაქვს, აი ეხლა რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ისტორიაში, ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა, რომ საქართველოს ჩემპიონატზე მყავდა 640 მონაწილე, რაც ეს უკვე რეკორდული მაჩვენებელია რა. და ძალიან მოხარული ვარ და ძალიან დიდი კონკურენცია, რო უყურებდი ხა მთელი 5 დღის განმავლობაში და დღეს ფინალებია. ძალიან მაგრა გაიზარდა თვითონ ბავშვები, თაობა ახალი მოდის, კარგი ბიჭები მოდიან, კარგი მებრძოლები არიან და ეს რა თქმა უნდა არის დამსახურება თვითონ კლუბებზე, მასწავლებლებზე, საიდანაც იზრდებიან და რა თქმა უნდა ფედერაცია იმიტომ არის რომ განვითარდნენ და წინ წავიდნენ და უფრო მეტი საშუალება მივცეთ ევროპაზე წავიდნენ, სოფლიოზე წავიდნენ, საერთაშორისო ტურნირებზე და ყველანაირი ხელშეწყობა გვაქვს, რა ვიცი. ვიტამინს რაც შეეხება კიდე ვიტამინი მართლაც, როგორ აღნიშნო, რაც დავიწყეთ ეს სპორტის სახეობის განვითარება, ოფიციალური ფედერაცია რაც შეიქმნა, მის მერე გვერდზე გვიდგას და ყველა თვითონ სპორტსმენს აძლევს საშუალებას, რომ რა თქმა უნდა, სპორტი მოგხსენებათ ხელა ვიცი ძალიან კარგად, რომ ვიტამინების გარეშე შეუძლებელია ხო, აღდგენა გინდა, ის კვება გინდა, ის გინდა. 21 რას ლაპარაკობ, ძალიან ჩვენ დროს უკვე რა იყო არ ვთქვით, მაგრამ ეხლა ესეთი სიტუაციაა და დიდი მადლობა ვიტამინს, რომ მართლაც მაგარი პროდუქცია და ყველა იმ წარმატებულ სპორტსმენს თუ აი არის ხომ რა არის აღნიშნავ რაღაცას რომ მარტო წარმატებულებს აკეთებენ ხომ აქცენტს ყველანი რა ესენი არა რა წარმატებულები შეიძლება წარმატებული არ ახარ დღეს და ხვალ იქნები ამის დახმარებით ხო შეიძლება რომ მანამდე მისცე სანამ რაღაცას მიაღწევს რა და მანამ დაეხმარო და ვიტამინი და ვიტამინ პაუერი აკეთებს ამას რომ იმ ახალგაზრდა სპორტსმენებს დაეხმაროს რომ მაგალითად სოფლიო ჩემპიონატზე რომ იყო ეხლა რა ვიცი 42 კაცი იღებდა მონაწილეობას და ყველას გაუგზავნეს გორშის შეკრებაზე და ეს უნდა გაიგოს ხალხმა და უნდა იცოდნენ რომ ეს კომპანია ეხმარება ყველას და ყველას პატვისცემს სპორტსმენებს რა
და დიდი მადლობა ჩემგან, გულწრფელი მადლობა ფედერაციიდან ჩემგან, ყველა ჩვენი თანამშრომლებისგან დიდი მადლობა. კი, აბსოლუტურად გეთანხმები შენახსენე, რომ ჩვენ დროს საერთოდ ჩვენ დროს მე მგონი მთავარი ვიტამინი წყალი იყო ონკანიდან, რომელიც მოდიოდა. დღეს იმდენი პროდუქცია აქვს, აუცილებლად ვისაც გაინტერესებთ. კი, ჯანსაღი რაც თავარია და მათ შორის ძალიან ბევრი ისეთი დანამატი და პროდუქცია, რომელიც საქართველოში მზადდება და იწარმოება და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. გიორგი, ისე მსოფლიო ჩემპიონატზე მინდა კითხო გამომდინარე იქიდან რომ შენახსენე რომ საქართველოს ჩემპიონატში ახლა სარეკორდო მაჩვენებელია მონაწილეების და ანუ რაოდენობა იზრდება შესაბამისად პოპულარიზაცია მატულობს და ამაში ძალიან დიდი წვლილი გაქვს თქვენ და მინდა კითხო მსოფლიო ჩემპიონატმა რა როლი ითამაშა აი ამ სპორტის ამსახეობის კიდევ უფრო განვითარებაში და პოპულარიზაციაში. რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატმა ძალიან დიდი როლი ითამაშა იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენები დაინტერესა კიდევ უფრო ამ სპორტის სახეობით რა. და ძალიან ბევრი ბავშვები მოდის, ძალიან ბევრი ბავშვებს უნდათ სიარული MMA-ზე 6 წლიდან შეიძლება უკვე მისვლა და იქ ყველანაირი კატეგორიის მწვრთნელები ყავს, რომელიც ანვითარებენ ბავშვების ცალკე, დიდების ცალკე, ახალგაზრდების ცალკე. და ეს უკვე თვითონ მსოფლიო ჩემპიონატი რატო ქვეყანაში ჩატარდეს კარგი, ხო, რა თქმა უნდა არის რომ გაიგოს ქვეყანამ რომ აი ესეც კარგი სპორტია, ხო და ეს მეტნაკლებად თუ გაიგო ყველა რომ ტარდება. თან ტარდება როგორ? რომ 3 წელი ავიღოთ მსოფლიო ჩემპიონატი, 2025 დავამთავრეთ 26 და 27. კიდე 2 წელი იქნება მსოფლიო ჩემპიონატი დიდებში საქართველოში. ეხლა 2026 წელს უფრო მობილიზებული და უფრო მაგრად შევხვდებით და უფრო მაგრად გავაკეთებთ ამ მსოფლიო ჩემპიონატს, იმიტომ რომ იმდენი გამოცდილება შეიძლება იმ დროს არ ქონა. პირველი იყო ჩვენ სამხელა ღონისძიება მსოფლიო ჩემპიონატი 78 ქვეყანა იყო ჩამოსული და მოდი გავუმასპინდით ამ ყველაფერს, ხო, ძალიან რთულია, ძალიან ძნელია და მაგრამ ჩვენმა გუნდმა სამინისტროს დახმარებით, ჩვენი ფედერაციის დახმარებით, სამინისტროს და ფედერაციის თანამშრომლების დახმარებით ერთობლივად შევძელით ეს რომ გავაკეთეთ და ჩავატარეთ იდეალურად ეს ყველაფერი და მომმორწეს უფრო, რა თქმა უნდა, უფრო უკეთესი იქნება. და უფრო ჯანსაღი კონკურენცია იქნება, უფრო მეტი კონკურენცია იქნება. დღეს საქართველოს ჩემპიონატზე ფინალებში აი ერთი სული მაქვს, როდის მივიდე, ისეთი მაგარი ბრძოლები იქნება, რომ არ ვიცი, რავი, აი საინტერესო ბრძოლები იქნება ძალიან, იმიტომ რომ ძალიან მაგარი კონკურენციაა რა, ძალიან მაგარი უკვე და აი ეს მოიტანა მსოფლიო ჩემპიონატმა, რომ თუნდაც ახლა იმდენმა ხალხმა მიიღო მონაწილეობა, რომ უნდა რომ მსოფლიო და ევროპა იჩხუბენ, კონკურენცია უფრო გაიზარდა რა. აი ხმა მაინტერესებს როგორ შეიძლება რომ საქართველოს ჩემპიონატში თქვათ მიიღოს მონაწილეობა სპორტსმენმა. ანუ რა გზები აქვს გასავლელი გიორგი, იმიტომ რომ მე ყოველდღიურად მატულობს და მატულობს რიცხვია იმ ადამიანების, რომლებსაც სურთ დაკავდნენ შერეული ორთაბრძოლები და უბრალოდ რომ განუმარტოთ, რომ რას აფეხურები აქვს გასავლელი იქამდე ვიდრე ამ ეტაპზე ახლა ჩვენ როგორც ახალი აღიარებული ფედერაცია და ახალად მივდივარ და განვავითარეთ ამ ახლო მომავალში სულ 3 წელია რაც ახლა ჩამოყალიბდა ფედერაცია, მაგრამ 3 წელს უკან კიდევ ჩემი მთელი ცხოვრება ამ სპორტში ვიყავი, მაგრამ ესე არ იყო განვითარებული და ყურადღებაც არ იყო, არაფერი არ იყო რა და ძალიან ბევრი ეხლა უბრალოდ არის კლუბები ყავს ჩვენ ძალიან ბევრი კლუბები თბილი ყველა რეგიონში ყავს კლუბი და კიდევ სხვა კლუბები დაემატა რომელიც უცხო კლუბებიანი ჭიდაობიდან იქიდან რომ უნდა მონაწილეობა მიიღება რა აქ უბრალოდ უნდა დაურეკოს დარეკავენ მეილზე მოწერენ ფედერაციას რეგისტრაციას გაივლიან სახელი გვარი ჩააგდებენ წონას ყველაფერი და მე დაარეგისტრებს ეს მაგრამ მომმორი წლიდან ალბათ კიდე 2026-ში უკვე რეგიონალური ჩემპიონატები ჩატარდება ხოლმე თვითონ უკვე და იქიდან საუკეთესო წამოხმე უკვე აქეთკე რა მაგრამ მე შეიძლება მივემხრო მაგრამ შეიძლება არა მაგრამ იმ რეგიონალურში შეიძლება ის ვინც გაიმარჯვა მეორე ნომერი არის და მეორე ნომერიც ხო უნდა წამოვიდეს არა იმარა და არშავა შეიძლება შედეგი გააკეთოს იმ მეორე ნომერმა აქ საქართველოსზე რატო ვიზახე იმიტომ რომ მეორე ნომერი და აქ მოიგოს ხო აქ მოიგოს არა მე საუნიშნავ ეხლა ყავდა ეს გიორგი პირველი არის მაგარი ბიჭი ახლა გუშინაც საქართველოს ჩემპიონი გახდა ძალიან მაგარი ბიჭი ახალგაზრდებში და წინა წელს წააგო საქართველოს მეორეზე გავიდა და წავიყვანეთ ჩვენი ხარჯებით რომ ვიცოდით კარგი ბიჭი იყო და პირველი ნომერი ვინც იყო იმან წააგო და ეს ჩემპიონი გახდა მეორე ნომერი და იქიდან გამომდინარე ვლაპარაკობ ამას თორე მეტი რთულია ეგ ხო ყველა ადამიანს უნდა მივცეს ჩანსი და იმიტომ რომ ყველა მიიღოს მონაწილეობა და ყველა ადამიანმა ნახოს და საქართველოს ჩემპიონატის გამოცდილებას კიდევ რომ უფრო მეტი мотиваციას აძლევს. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმები. გიორგი, მსოფლიო ჩემპიონატზე მინდა კითხო, რომელიც გაიმართება 2026-ში. მე ვადევნებდი თვალს, როგორ მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და მართლა ძალიან საინტერესოა ამ ოქტაგონების დამონტაჟება, აწყობა
მოკლედ ძალიან დიდი შრომა გაწიეთ. რა სხვაობა იქნება 2025 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატსა და 2026 წელს ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატს შორის? ძალიან დიდი სხვაობა იქნება და თვითონ მაყურებელიც ნახავს რომ ზამხელა განსხვავება იქნება, იმიტომ რომ რაღაც განათების კუთხით ყველა K4 K4 დგას და იმ K4-ზე არ იყო განათლების და მხარეზე 4-ვეზე იქნება. სილამაზე იქნება, უფრო დისციპლინა იქნება, უფრო მაგარი ბრძოლები იქნება, ჩვენი ქართველი სპორტსმენები უფრო მაგრად იქნებიან მომზადებულები და კარგი ბრძოლები იქნება, სანახაობა იქნება და ხალხი ბევრი მოვა. ნუ სამწუხაროდ წელს არ იყო იმდენი ხალხი და არ მოვიდნენ რაღაცა რეკლამის ბრალიც იყო, არ იცოდნენ რომ ტარდებოდა მსოფლიო ჩემპიონატი, უცბად გადაწყდა და ძალიან ახლო მომავალში, ახლო პერიოდში ჩავატარეთ ეს მსოფლიო ჩემპიონატი. ნაჩქარევი იყო. კი, ნაჩქარევი იყო და ამან ცოტა დიდი როლი ითამაშა იმაში ხალხის ინფორმირებულობაში. კი ბატონო. გიორგი, რეზონანსზე შენ ნაწილობრივ ვისაუბრე, რომ მადლობის წერილებიც მოვიდა, პოზიტიური რეზონანსი იყო საორგანიზაციო კუთხით. თვითონ უცხოელი სპორტსმენები, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას ამ ჩემპიონატში, მათი დამოკიდებულება როგორი იყო უკვე ჩატარებული? აღნიშნავ ერთ რაღაცას, ახლა თითქმის 60-70% ვინც ჩამოსულები იყვნენ, ნაკრების ტრენერები, ფედერაციის პრეზიდენტები, ჩვენ ძალიან ისე ძველები ვართ ამ სპორტში, ესე ითქმის უბრალოდ და გამოული გვაქვს ძალიან დიდი გზა და სულ ჩემი ნაცნობი ზოგი ფედერაციის პრეზიდენტი არის იმ ქვეყნის ზოგი ნაკრების ტრენერია და აი ყველა ესე მილოცავდა, მეუბნეოდა, მადლობას მიხდიდა მასპინძლობისთვის, სასტუმროები, ყველაფერი იდეალურად იყო დალაგებული, ტრანსპორტირება და მადლობელი იყო მართლაც უყურა. იმიტომ არ ვიზახი რომ აი ჩვენ გავაკეთეთ და იმიტომ მაგრები ვარ და რაღაც არა. მართლა გულწრფელად ადამიანობას გეფიცები მადლობას მიხდიდნენ რომ ესეთი ლამაზი ღონისძიება, ესეთი კარგი მსოფლიო ჩემპიონატი არ გვინახია ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში. და ეს კიდევ ჩვენ ვფიქრობთ რომ რაღაც კიდევ ვერ გამოგდის ხო, მაგრამ აი რო გვეუბნეოდა ადამიანები ახლა ის უცხო სპორტსმენები და ტრენერები და ფედერაციის პრეზიდენტები სასიხარულო იყო უბრალოდ რა. რა თქმა უნდა, თარიღები თუ არის ცნობილი? თარიღები ცნობილი არ არის სამწუხაროდ, მაგრამ სავარაუდოდ ოქტომბრის ეგრე 22, 23, 24, 25, 26, 27. ხო, მან რატო დავსვი ეს კითხვა, იმიტომ რომ ძალიან გადატვირთული წელი გვაქვს, კარგი გაგებით სპორტული კუთხით, გვაქვს კადეტებში, ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატი, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი, ბათუმში, ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი და ძალიან მაგარი MMA-ში მსოფლიო ჩემპიონატი და ძალიან მაგარია ეს ყველაფერი და მიხარია რომ ასე ვითარდება, იმიტომ რომ სპორტი ის სფეროა, რომელსაც ძალიან დიდი სიხარული შეუძლია მიანიჭოს გულშემატკივარს. ბავშვების დაინტერესებაზე მინდა მაინც გავაკეთო აქცენტი, ასაკობრივი ცენზი, ხა ბუნებრივია 5-6 წლის ასაკიდან ალბათ არ იწყება ის ყველაფერი. 6-დან იწყები, 6-დან მოყავთ ბავშვები, დაჟე 5 წლისების მოყავთ, მაგრამ იქ ვარდიში არ არის, იქ არის გართობა ბავშვებს, რომ დაინტერესო, გარემო, რომ შეეჩვიოს, თამაშობენ იქ და მასწავლებლებიც ისეთ იმაზე არიან, ნაუსგას თან ბუქნებს აკეთებინებენ, აჟიმანას აკეთებინებენ 2-3-ს რო არ დაიღალნო და მე მეორეთი მოსვლა აღარ მოუნდა და დაიზარო და მიყვებიან ნელ-ნელა და სხვათა შორის კარგია ბავშვებისთვის ეგ და განვითარებისთვის კიდევ ამ ბავშვების ჯანსაღად რო იყვნენ და ეს ცოტა MMA-ზე დავდივა და პატარა რო ხარ MMA-ზე დავდივა და რაც ესეთი სტიმულია ახლა მაინც. არა და აი რამხელა პოპულარიზაცია მოახდინეს ქართველმა ბიჭებმა, ვინც შერეულ ორთაბრძოლებში არიან ჩართულები. მერაბი მილიან ყველა იმ ბიჭებმა, ვინც ბრძოლობენ არა მარტო ახლა მარტო UFC-ზე არ ლაპარაკი, აქედან არიან კიდე ისეთი ბიჭები, რომლებიც ვერ ხვდებიან UFC-ში თორე შეიძლება იმაზე უარესი გააკეთონ, მაგრამ ამ ეტაპზე არ უნდა დავკარგოთ არც ერთი ადამიანი ისინიც ნებისმიერი ყველა ვერ ჩამოთვლი ძალიან ბევრნი არიან, ვინც სხვადასხვა ორგანიზაციებში ჩხუბობენ და წარმატებულები არიან და ძალიან კარგი რეკორდი აქვს და ძალიან კარგი მებრძოლები არიან. ძალიან ბევრნი არიან სხვათა შორის რა და ეს ასაღნიშნია და მალე მოხდებიან იმ UFC-ში და გააკეთებენ თავის საქმეს. კი ბატონო, და ბოლოს მინდა კითხო გიო, მაინტერესებს აი შენი შეხედულებით იმ დინამიკის ფონზე რა როგორც ვითარდება სპორტის შესახეობა და რა პოპულარიზაციასაც იხვეჭს, გულშემატკივარი რას უნდა ელოდოს ქართველი მებრძოლებისგან. აი რა მოლოდინი უნდა გქონდეთ მათ, იმიტომ რომ ჩვენ ბიჭებმა შეგვაჩვიეს იმას, რომ ყველაფერში პირველები უნდა ვიყოთ.
რა თქმა უნდა, წინა მსოფლიო ჩემპიონატზე თუ არ იყო რაღაცა თუ გამხდარიყო ჩემპიონი ორი ადამიანი რაღაცა ის იყო მიმხრობა იყო ცოტა იქით საჯების მხრიდან, მაგრამ წელს ძალიან ესეთი მობილიზებულები ვიქნებით, მაგარი შემართებით ვიქნებით, შეკრებას გავდივართ ახლა 6 რიცხვიდან, იანვრიდან უკვე, იმიტომ რომ ევროპა არის ახლა იმაში თებერვალს. 5 თებერვალს ევროპის ჩემპიონატი არის და მაგ ევროპის ჩემპიონატისთვის უკვე დავიწყეთ მომზადება და მთელი წლის განმავლობაში წლის ბოლომდე სანამ სოფლიო ჩემპიონატი იქნება, სულ ტურნირები, შეკრებები, ვარჯიშები და რა თქმა უნდა მოლოდინი კარგი უნდა გქონდეს და დარწმუნებული ვარ მასაც იქნება. ძალიან დიდი მადლობა, მინდა წარმატება გისურვო და წინასწარ მოგილოცო 2026 წელი კარგი და საინტერესო წელი გექნება მსოფლიო ჩემპიონატის კუთხით და მინდა რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩაგეტარებინოს. გაიხარეთ, მადლობა. ვიტამინსაც მიულოცოთ რა თქმა უნდა. დამდეგი შობა ახალი წელი. რა ვიცი. თელ ქვეყანას მიულოცოთ. კი ბატონო. ქართველებს მიულოცოთ, ჯანმრთელობა და ბედნიერება ქონოთ. აუცილებლად და 2026 წელი თითოეული ჩვენგანისთვის ყოფილიყოს რასაკვირველია წარმატების მომტანი, ბევრი ოქროს მედლების მომტანი წარმატება გიორგი კაბულაშვილს თავის საქმიანობაში და მადლობა თქვენ რომ იყავით ჩვენთან ერთად, ისევ რასაკვირველია მადლობა ვიტამინს, რომელიც ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ქართული სპორტისთვის და ქართველი სპორტსმენებისთვის. დღეისათვის სულ ეს იყო, გამოგყევით YouTube არხზე დვალიშვილთან და ჩვენ პლატფორმებზე ძალიან საინტერესო ვიდეოებს შემოგთავაზებთ და გემშვიდობებით სწორედ მომდევნო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.